აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის ღონისძიება გაიმართა მზიურის პარკშიც. ნეიროგანვითარების ცენტრის დახმარებით ბავშვებმა მონაწილეობა სხვადასხვა გასართობ თამაშში მიიღეს. მზიურის პარკი პატარებისთვის საგანგებოდ იყო მოწყობილი, ღონისძიებას თბილისის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი გძნობდნენ ჩვენგან ხარდაჭერას. აუცილებელია, რომ იყოს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ მათ ქონდეთ უფასო დიაგნოსტიკა და ასევე კურნალობის საშუალება მიეცეთ. 600-მდე ბავშვი არის აღრიცხული თბილისში და აი ეს საქმე ჯობია რეალურად იყოს ჩვენი ორიენტირი, ვიდრე ეს გაუთავებელი მართლაც ეს ურთიერთდაპირისპირება და ქიშობა, რომელიც არადა არ დამთავრდა. სამგეობა ხშირად აფინანსებს აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს. გვაქვს რამდენიმე კლინიკა, ანუ ეს იაშვილის კლინიკაა წარმოდგენილი და ასევე სხვა კლინიკებიც არის და ერთი რამეა სასიხარულო, რომ მართლაც შედეგები არის ბოლო პერიოდში. აქედან გამომდინარე დახვეწილია ის მეთოდოლოგია და ის თვითონ მიდგომა, საერთაშორისო ექსპერტები და ექიმები არიან ჩართულები ამ პრობლემის აღმოსაყრელად და მერია აქტიურად არის ჩართული იმაში, რომ მაქსიმალურად ყველას ვეხმარებით.